არასწორი შემეცნების საფუძველზე იყო თვითონ პავლე. იცით ხო მისი ისტორია? ქრისტიანებს დევნიდა. ქრისტეს სახელის გულს სახელს სადაც გაიგებდა ადამიანებს, ესე იგი სტეფანე პირველ დიაკონი რო ჩაქოლეს, იქ იყო ესწრებოდა. და დამასკოში რატომ მიდიოდა? იმიტომ რომ საბუთი გამოითხოვა მღვდელმთავრებისგან, ვინც ქრისტიანს უწოდებდა თავს, სულ ყველა ციხეში უნდა ჩაეყარა. ტანჯვით, თან, ცემატყეპით. სხვანაირად კი არა და სწორედ დამასკოს გზაზე ხდება გამოცხადება, რომ რად მდევნი მეო, როდესაც ეკითხება პავლეს და პავლე მოექცევა და გახდება, უпроსტად იქამდე საულე იყო და გახდება პავლე. ამიტომაც, ვისაც აქვს ესეთი გულმოდგინება, ჩვენ ნუკი განკითხვაში ნუკი შევალთ იმ ადამიანებთან, რომ ესეთი გულმოდგინება შეიძლება ძალიან ბევრს კონდეს, მაგრამ არასწორი შემეცნების საფუძველზე, როგორც აქ წერია, შეიძლება ამ არასწორი შემეცნების საფუძველზე იყოს რაღაცა რადიკალი, თუნდაც ქრისტიანი, თუნდაც რადიკალი, თუნდაც რაღაცა სხვა რელიგიის წარმომადგენელი და ღმერთი მათ როგორ მიხედავს, როგორ დაუფასებს. იქნებ პავლესავით ესე მოაქციოს და ჩვენზე წინ დადგნენ. პავლე მდევნელი იყო და მოციქულთა თავი გახდა. პეტრეს და პავლეს ვასახელებთ პირველ მოციქულთა თავებს, როდესაც ვამბობ, პეტრე და პავლე სახელდება, რომელიც საერთოდ არ იყო 12 მოციქული, კი არა პირიქით მდევნელი იყო. ამიტომაც ამ შემართებას თუ დაინახავთ, აი ამ განწყობას თუ დაინახავთ ვინმეს ქრისტიანისას, არა განკითხვით, არამედ უნდა რაღაცა რბილი დამოკიდებულებით შეეცადოთ, რომ მოაფხიზლოთ ეს ადამიანი და უთხრათ, რომ კარგია შენი შემართება, მაგრამ ის არ უთხრათ, რომ არასწორი შემეცნების საფუძველზე, თორე აუცილებლად გალახვას დაიმსახურებთ, იმიტომ რომ ესეთი ანთებული ადამიანები ძირითადად შემოელახები ხოლმე ქრისტიანულად. ამიტომაც უნდა რაღაცა რბილი მეთოდი გამოიყენო მსგავს ადამიანებთან.